გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე შემოგთავაზებთ ესეთ საჯარო გაშლას ორ ვარიანტზე. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში, აი ესე გავარჩიოთ ორი ვარიანტი. ანუ ადამიანის, რომელზეც არ გაგაჩნიათ ინფორმაცია, მაგრამ ძალიან გაინტერესებთ. სიგნიფიკაციის სახით იქნება კითხვა, რა გაკავშირებდათ ამ ადამიანთან, ანუ რა ურთიერთობა გქონდათ, ან გვაჩვენებს რატომ აღარ გაქვთ კონტაქტი და არ იცით არაფერი მის შესახებ, ანუ ხუმრობით თან დავარქმევ ამ ვიდეოს სწორი კნებისთვის, ვისაც აინტერესებს სხვისი ცხოვრება, ეს ხუმრობით. რადგან ბევრისთვის ეს ყივნეული თემაა, როცა არ აქვს ინფორმაცია და ძალიან აინტერესებს. ნახოთ პირველი ვარიანტი, ანუ ვინ არის ეს ადამიანი, ანუ პირდაპირ ბარიერი, ღობე, ცეცხლისცხრიანი, თქვენ შორის არის დიდი ბარიერი, მანძილის სახით, ბლოკების სახით ტელეფონში და სოციალურ ქსელებში ყველგან, ვიღაც ადამიანების სახით, რომლებიც გივალავენ ინფორმაციას და ასე შემდეგ. რეალურად არის თქვენ შორის ძალიან სერიოზული ბარიერი და წინააღმდეგობა, ამიტომ ვერ იღებთ ინფორმაციას და ვნახოთ ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის რა ურთიერთობა გქონდათ. ოჰო, წყვილში თან ამოყვა ერთმანეთს. როგორ არ მინდა ხოლმე საჯარო გაშლაში აი ამის თქმა, მაგრამ კომბინაციაში ეს რო ამოდის უკვე დიდი ალბათობით, აი 90% არის მაგიურ ჩარევაზე ლაპარაკი, იმედი გადაგეწურათ, ბევრჯერ სცადეთ ამ ადამიანთან კონტაქტზე გასვლას, მაგრამ საერთოდ გაიგნორებთ ეს ადამიანი, თვითონვე აქ სერიოზული ნამუშევარი არის, აი მაგიური ჩარევა თუ არა, ნეგატიური მაგიური ჩარევა თუ არა, ძალიან ოსტატური манипуляция, იმ დონის манипуляция, რომ არ ვიცი, ამას რომელი მაგი გააკეთებდა ესე, რომ ადამიანს საერთოდ დაკარგული აქვს თქვენს მიმართ ინტერესი, მაინც ვნახოთ დავაკონკრეტოთ ეს სიტუაცია. მაგით, ну, აი ძალიან მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად დაინგრა თქვენი ურთიერთობა, ცამოწმენდილზე მეხის გავარდნასავით. ვერც კი გაერკვიეთ რა მოხდა და დღესაც გონზე ვერ მოსულხართ, როგორც ჩანს. ყველაფრით ცდილობთ სიტუაციის მართვას, ყველანაირად ცდილობთ ამ ურთიერთობის აღდგენას და დაბრუნებას, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან სერიოზული მტერი და მოწინააღმდეგე გყავთ. ну აქ უკვე გენატრებათ, აქ პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი, ან შეყვარებულზე, ან მეუღლეზე, ყველაფერი კარგად გქონდათ. სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ აი ძალიან წლების ურთიერთობა, მაგრამ 1 და 2 თვისასაც არ გავს. აი ეს საშუალოდ 1 წელი, მაქსიმუმ წელიწადი, 1 წელიწადის ფარგლებში 6-7 თვიდან დაწყებული ალბათ. სადღაც შეიძლება მაქსიმუმ ყველაზე დიდ ვიძახი წელიწად ნახევრის ურთიერთობა. ჯერ რომ ბოლომდე არ ხართ აი შესიხორცებული ერთმანეთს, მაგრამ ახალიც არ არის და ყველაფერი ესე კარგად, სტაბილურად მიდიოდა, გეგმებიც გქონდათ, თანაცხოვრებაზე შეიძლება ლაპარაკობდით ან დაოჯახებაზე, შეიძლება ახალ შექმნილ ოჯახზეც იყოს ლაპარაკი და უცბად დაინგრა ყველაფერი. ჩემოკარგებო, აქ მართლა მაგიის სუნი უდის და თქვენ დღეს არ გაქვთ ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ, აი თითქოს დაგიბლოკეს ყველანაირად, შეფუთეს, ჩამალეს. ნახოთ აბა რა ხდება დღეს აი ამ ადამიანის ცხოვრებაში, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. სხვათა შორის ჩემოკარგებო, არ ვიცი, მისი პირადი ოჯახი, მშობლები შეიძლება, თუ თქვენ არ გაქვთ კონტაქტი მის მშობლებთან ან ნათესავებთან, ან ამ თემაზე არ საუბრობთ, მისი კეთილის მსურველები, დიდი ხნის მეგობრები ოჯახთან რო გაიგივდება, შინაური ახლობლები უკვე ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. იქ, სადაც ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წაგართვათ ეს ადამიანი, ვინ გამოგგლიჯათ ცხოვრებიდან,
მინიშნება არ არის მშობლები და ნათესავები არიან თუ სხვა პარტნიორი და ვიღაცამ თვალი დაადგა და წაგართვათ. ყოველ შემთხვევაში არის ჩარევა და იქ სადაც იმყოფება არის კამათი, ჩხუბი, უსაფუძვლო ეჭვიანობა, რაღაცა, ესე იგი ამ ადამიანს ცოტა ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაუმძიმდა, გაუფუჭდა. აი ესეც მიდასტურებს ეჭვს, რომ მაგიის ზეგავლენის ქვეშ არის ჩემოკარგებო, მაგრამ კარგი მდგომარეობა არ არის და ნელ-ნელა უარესობისკენ მიდის ეს ყველაფერი. კიდე რა ხდება მის გარშემო? ქალი, ну, უმრავი შემთხვევაში ქალი, მაგრამ მამაკაცებიც ცოდავენ ხოლმე ამ თვალსაზრისით. არ ერიდებიან მაგიის გამოყენებას. სამწუხაროდ, ქალი, რომელიც თვლიდა, ან ის ერთეული შემთხვევა მამაკაცების, ქალი, რომელიც თვლიდა, რომ გამარჯვებული იყო, ეს გამარჯვება ხელიდან უქრება, ანუ ვინც წაიყვანა, ვინც წაგართვათ. ამჟამად თუ მეუღლის სტატუსი აქვს, თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ მეუღლე ყავს და ძალად დაუჯდა ვიღაც ცოლად, შესაძლებელია, ან შეიძლება ოჯახის წევრი სხვა ნათესავი იყოს ამ საქმეში გარეული, მიხვდა, რომ ეს გამარჯვება არ ღირდა იმათ, რაც დღეს იმ ოჯახში ხდება, იმ სახლში ხდება, სადაც ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანია, რადგან მოთმინების ფიალა უწყდება ადამიანს. გონია, რომ გაიმარჯვა, გონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, ანუ მიზანს მიაღწია, მაგრამ უკვე ხვდება, რომ ძალიან ძიმე ტვირთი წამოიკიდა. და ვერ არის საქმე კარგად. უკვე ის მომენტი უდგათ, რომ გადაწყვეტილების მიღებაზეა საქმე, რა მოუხერხონ ამ ყველაფერს. მოკლედ, რაც მოგივა დავითაო, ზუსტად ისე მოუვიდათ იმ ადამიანებს, ვინც თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი გამოგლიჯათ ხელიდან, საყვარელი ადამიანი წაგართვათ, ვინც არ უნდა იყოს, ზოგს გონია, რომ სასიყვარულო მაგია უვნებელია, უკაცრავად და არავითარ შემთხვევაში არ არის უვნებელი და ძალიან დიდი ბოროტება არის. ზოგს მაგალითად მშობლებს და ოჯახის წევრებს გონიათ, რომ აი თუ კი დაწუნებული სარძლო თუ სასიძო დააშორეს მაგიური ჩარევით და გონიათ, რომ დიდი ბოროტება აიცილეს თავიდან, ნუ რას უკაცრავად, ეს არის ადამიანის ნების შეზღუდვა, თავისუფლების შელახვა, სხვის იბედის გადაწყვეტა და სამყაროს კანონებით მძიმედ ისჯება და ჩემოკარგებო, დრო და დრო ესეთ შესწავლებს რომ ვაკეთებ და ეს მონოლოგებს ისევ თქვენ სასიკეთოთ, რადგან მე ეს ყველაფერი გადასარევად ვიცი, ვცდილობ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც თუ კი ცდილობთ, რომ აი დააშოროთ ვიღაცა მართლაც შეუფერებელს და რაღაცა ისეთი სიტუაციაა, რომ არანაირად, ნუ ეს წყვილი არ შეიძლება რომ ერთად იყოს და შეეცდებით შავი მაგიის გამოყენებით დააშოროთ, ამას კიდევ უარესი შედეგები მოყვება, ამას სჭირდება წმენდა და მერე დაცვის დაყენება და ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს, როცა გაწმენდის შემდეგ მოვა ქარხნულ, რა ქვია, პარამეტრებზე, არ მინდოდა რუსული სიტყვა გამომეყენებინა, ამას ვეძახი ქარხნულ პარამეტრებზე დაყენებას, ანუ ნაღდი ის მაგიის გარეშე როგორიც თვითონ არის, მერე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში შავი მაგიას თუ შავ მაგიას დაამატებთ, მით უმეტეს ეს ხშირად არის ხოლმე, რომ შავ მაგიას ზემოდან კიდე შავ მაგიას უმატებენ, ესე შეიძლება ადამიანი მართლაც საბოლოოდ სასიკვდილოდ გააწიროთ, ასე რომ იყავით ფრთხილად მაგიას ნუ ეთამაშებით. მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ, ვინ გაინტერესებთ. გაინტერესებთ ვიღაც ძალიან ცუდი ადამიანი, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემმა მუდმივმა მაყურებელმაც იცის, ერთადერთი კარტი, რომელიც არ მიყვარს ტაროში, არის აი ეს, ხმლების 7-იანი. ჩემთვის ეს არის ტყუილი, ღარატი, თაღლითობა, არ ვიცი, ნარკომანია და მოკლედ ყველაფერი მავნე და სიბინძურე, რაც შეიძლება იყოს ადამიანში, რომლითაც სხვებს ზიანს აყენებს, ეს არის ჩემთვის ხმლების 7-იანი. ძალიან ნეგატიური კარტი და ერთადერთ შემთხვევაში მიხარია ხოლმე ამის დანახვა, როდესაც სხვა უკითხვას რა წავა თქვენი ცხოვრებიდან. სამუდამოდ საინტერესო თემა არის, გამიკეთებია ეს გაშლა და შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალშიც.
ვნახოთ აბა რა ჩაიდინეს ეს, მოკლედ ძალიან ცუდი ადამიანი გაინტერესებთ და ვნახოთ აბა რა გაკავშირებდეთ ამ ადამიანთან, ან გაკავშირებდათ. აქ უფრო ფინანსურ ზიანზეა შემოკარგებო ლაპარაკი. ადამიანს მოკლედ აქ ბრძოლა არის, არ ვიცი, რაღაც გამოგტყუათ ადამიანმა, თან აქტიურად იმუშავა ამისთვის, ეს გაშლა მისაღები იქნება, აი აქ თუ უფრო ქალზე ვილაპარაკე და ქალი იბრძოდა ურთიერთობისთვის, აქ ორივე სქესისთვის ერთნაირად რეზონირდება, შემოკარგებო, ან ბიჭები ხართ ძალიან მოტყუებულები, ვიღაცა ქალბატონმა ბჭყალებში გამოგიყენათ, შეიძლება თავისი კარიერული ზრდისთვის, ან აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ დიდხანს გამოეყენებინა თავისი შანსი თქვენთან მიმართებაში და მე უცბად წავიდა აქ ცოტა ორაზროვანი სიტუაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც მატერიალური საფუძველი ქონდა. კიდევ ერთ ისტორიას გავს, აი სპორტული ინტერესით ადამიანის გულის მოგება, რას ქვია არ მოვეწონე, რას ქვია უარი მითხრა, ამისთვის ბევრი იბრძოლოს ადამიანმა, მიაღწიოს თავის გარკვეულ მიზანს და შემდეგ ძალიან სასტიკად დაუსვას წერტილი და გაუფრთხილებლად მოულოდნელად მიატოვოს. ეს ეხებათ ქალებსაც და მამაკაცებსაც. უფრო აი ამ ისტორიას გავს ადამიანმა, რომელმაც ძალიან ითამაშა თქვენ ემოციებზე, დიდხანს სხვათა შორის, ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ მომხდარა და ასევე უკაცრავად არ გამოვრიცხავ ფინანსურ ზიანსაც, რაღაცა გამოგტყუათ და უკან მოუხედავად გაიქცა. ვნახოთ აბა დღეს რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში. დიდი ალბათობით, მაინც უმრავლეს შემთხვევაში ქალბატონზეა ლაპარაკი, უფრო ბიჭებისთვის რეზონირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, თქვათ, გოგოები მოატყუეს გოგოებმა, ანუ ქალი ქალმა მოატყუა რაღაცაში, ძალიან სერიოზული ინტრიგა მოუწყო და დაბლოკა მერე, დაიმალა, შეიძლება სამსახურში რაღაცა პრობლემები შეგიქმნათ და კონტაქტზე აღარ გამოდის, შეიძლება სამსახური დაგაკარგვინოთ, მოკლედ ძალიან ისეთი ისტორიაა. ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება, მაგრამ ვისთვისაც არის მიზანშეწონილი და მისაღები, ის აუცილებლად მიხვდება რაზეა ლაპარაკი. ძალიან სხვათა შორის ნანობს, იმიტომ რომ ფიქრობს დაბრუნებაზე თქვენს ცხოვრებაში, ან იმ ურთიერთობის აღდგენაზე, რადგან აქ როგორც ჩანს, კარმამ არ დააგვიანა, აი ეს ბუმერანგი ძალიან ისეთი ის არის. გაურკვეველი რამ, რატო ვიძახი, ვერ გაიგებ როდის, საიდან, რა გზით დაბრუნდება. უკაცრავად შემოკარგებო. არის ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, აქ პირველ ვარიანტშიც იყო რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები და ამასაც აქვს რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები, ან მის ახლობელს, ჩვენ გვაინტერესებს რა ხდება მის გარშემო. ოჯახში ვიღაცას შეიძლება გქონდეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები, აშლილობები, არ ვიცი, ალცჰეიმერის დაავადება, ეხლა სხვანაირად ეძახიან კიდე, დამავიწყდა ეს ტერმინი, სერიოზული აშლილობა, გაორება პიროვნების, მოკლედ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და თითქოს სადღაც ხვდება კიდევაც, რომ აი მისი უსამართლო უნამუსო საქციელის შედეგია ეს ყველაფერი, ანუ ბუმერანგი დაუბრუნდა იმის გამო, რაც თქვენ გაგიკეთათ.
რაღაცა წამოწყებები აქვს, ახალი სიტუაციები აქვს ცხოვრებაში, თითქოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პირად ცხოვრებაშიც რაღაცების მოწესრიგება თითქოს, მაგრამ აი ოჯახში ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. შეიძლება თქვენ გინდოდათ, რომ კიდევ უარესი მდგომარეობა სიტუაცია ქონოდა, მაგრამ სხვათა შორის არ არის ეს ასე. აი მეორე ვარიანტი ძალიან ინდივიდუალურია, აი ყველასთვის იქნება სხვადასხვანაირი. იმიტომ რომ აქ როგორც ჩანს შეიძლება რაღაც უნდა გესწავლათ, შესაძლებელია კარმული ყოფილიყო ამ ადამიანთან ურთიერთობა და ისევ თქვენს გამოსაცდელად ან თქვენთვის რაღაცის სასწავლად ან ვალის მოსახდელად მოგეცათ ეს ურთიერთობა, რადგან აი ესეთ კატასტროფას მის ცხოვრებაში ვერ ვხედავ. კი, გვინდა ხოლმე რომ ჩვენი მტრები ძალიან დაისაჯონ, მაგრამ ეს ადამიანი ისჯება აი ამითი, რომ მისი ოჯახის წევრი ან თვითონ არის რაღაცა სერიოზული ფსიქოლოგიური აშლილობის მსხვერპლი, მაგრამ დანარჩენი რაღაც არ უჩანს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა და სხვათა შორის რაღაცის მოლოდინშია, ვერ გადაუწყვეტია რაღაცა ნაბიჯების გადმოდგმა უნდა თქვენი მიმართულებით, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია. აი ეს ხდება ჩემოკარგებო თქვენი მტრების ბანაკში. მე კი გისურვებთ ისეთ ცხოვრებას, რომ არ ყოფილიყავით ესეთი ადამიანების სამიზნე, არ ყოფილიყავით მსხვერპლი და ყველაფერი მზიანი და ნათელი და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.